მოგესალმებით, ეთერშია შოუ მკითხავთან, მე მისი წამყვანი ქალბატონი კარტა კრაფტი და ჩვენი მოწვეული სტუმარი ქალბატონი კასი კასაბლანკა. გამარჯობა კარტა, როგორ ზანდებით? მადლობ ქალბატონო კასი, თქვით თავად როგორ ზანდებით? საკმაოდ აღშფოთებული ვარ, ვინაიდან შტატში არ ვიყავი რამოდენიმე დღე და ისინი გამომიჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იპარავენ ჩემს ახალს და შოქში ვიყავი, მივედი დავადექი და ვუთხარი, რომ ასეთი რაღაც არ წავა, ვინაიდან მე აქ ჩემი ის მაქვს ისტორია და თქვენ რატომ პარავთ მეთქი და მოუგვარდით ქალბატონო, ჩემი კლიენტურა დამიბრუნდა ისევ მე. იტალიაში ვიყავი, დაუბრუნდი ჩემ ფესვებს, მოგეხსენებათ. რაღაც ძალიან რთული დღე გქონდათ ქალბატონო კარტა, ვხედავთ რომ აურაგავთ დაბინძურებული ამ ბოლო დროს და განწმენდის რიტუალი როდის ჩაგვეტარებინა? მასვი. მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ უკვე ქალბატონო კასი, მე მახსოვს თქვენი ჩამობრძანების დღე მახსოვს შტატებში რამდენი კლიენტი გამოგიშთათ. მეც კი დავსწრები ვარ რამდენიმე თქვენს სეანსს, გემახსოვრებათ ალბათ. მეორე მკითხავით მახსოვს ქალბატონი კასი შარლატანი, რომელიც იბრანებდა რომ მკითხავი იყო და აი ზუსტად მაინტერესებდა როგორ მოგვარდით კლიენტები მიყავდა ხო თქვენთან? მიყავდა კლიენტები, უკვე ყოფილი ხალხი ჩემთან მოდიოდა და პასუხს მთხოვდა, მე მაგაზე პასუხი არ მქონდა, მივადექი მაგ ქალბატონს და ჯადო გავუკეთე. რა ჯადო გაუკეთეს თუ საიდუმლო არ არის? ფულობის და მაგის მერე სულ ციხეში ქალბატონი. ქალბატონო კასი, მე როგორც ვიცი ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი და ცნობილი ადამიანი მოგმართავთ ხოლმე ამა თუ იმ სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. აი ყველაზე ხშირად რის გამო მოგმართავენ ხოლმე და არიან ისეთი ცნობილი ადამიანები თქვენ კლიენტთა სიაში, რომლის სახელი და გვარების გაგებაც ჩვენ ახლა ძალიან მოგვეწონებოდა. აი მაგალითად ჰენესები ახლა რომ მთავრობაში არიან, ჩემი უძველესი კლიენტურა ბატონო, ისინი წარმატების და ჯადოს მოხსნაზე იყვნენ ჩემთან მოსულები და რაზე წარმატებულად დაუსრულდათ ყველაფერი ბატონო, ხედავთ იმდენად თუ გეტყვით რომელი ჰენესი და რისი ჯადო ქონდათ გაკეთებული? აი კარგად ზუსტად არ მახსოვს რომელი ჰენესი, მაგრამ მე მგონი ბატონი საფხენესი იყო და ის მოსული იყო. რაღაც გავიგე ბატონი საფენესი რა ხდება? მგონი ბატონი საფხენესი, იგი ჰენესები იყვნენ ჩემი კლიენტურა და მათ ფოტოშორის ჯადო ქონდათ, ბატონმა გორდემ გაუკეთა რამოდენიმე ჯადო და ბატონი გორდეს გარდა ვერავის ვერ ხედავდნენ და მე გაუხსენი გახსნის ჯადო მაგათ გაუკეთე, რომ გახსნოდათ მომავალი ბედი და ასევე წარმატება მოსულიყო მათთან და როგორც ხედავთ ჩემი დამსახურება ახლა მთავრობაში რო ზიანი, იმიტომ რომ ზუსტად ჩემი წარმატების ელექსირმა და წარმატების განდევნებმა ავისულები გამდევნე და მაგის მერე წარმატება მოვიდა მათ ცხოვრებაში ქალბატონო კარტა. გარდა ამისა, ქალბატონო კარტა მაშინდელი მინისტრი ბატონი იკა შაკური უქალობას უჩიოდა. გარდა მაგისა ბატონი იკა შაკური, რომელიც უჩიოდა იმას, რომ პირად ცხოვრებაში არ უმართლებოდა და ჩვენ შევძელით იმდენი, რომ მას პირადი ცხოვრების აღურა გაუხსენით და იმის მერე თურმე ბატონმა თავისი მეორე ნახევარიც იპოვა და რაზეც ძალიან მოხარულები ვართ ქალბატონო. ნუ რა თქმა უნდა, ხა ჩემი სეანსები იაფი არ ჯდება, მილიონიდან იწყება ფასები, თუმცა მის თუ გინდათ წარმატება ცხოვრებაში, თუ გინდათ აურა გაიწმინდოს, თუ გინდათ ჯადოი მოიხსნას, ხაში უნდა მოხვიდეთ და გადაიღადოთ ეს ფული, ვინაიდან საკმაოდ შრომატევადია ეს ჩემი საქმე ქალბატონო კარტა, მოგიხსენებათ თქვენც კარგად იცით. ქალბატონო კასი, იცით რა კითხვა მაქვს? ამ ჯადოებს ვინ ადებს? ანუ არის კიდევ ერთი ნათამხმივალი შტატებში, რომლის შესახებ ჩვენ არავინ არაფერი ვიცით და ნახეთ, იცით რა არის საერთოდ ჯადო ისეთი რაღაცაა, რომ გაბრაზებული ადამიანის სიტყვამ შეიძლება ჯადოთ იმოქმედოს რა თქენზე და რაც შეეხება მაგალითად ჩემ პრაქტიკაში იყო ერთი ქალბატონი, რომელიც ქერათვით იყო და მაგან ისეთი ჯადო გაუკეთა კაცს, დღემდე მისი ქმარია ის კაცი, ვერც მე ვუშველე, ვერაფერი ვერ ვუშველე, რამდენი არის მოხსენი ჯადო, იმდენჯერ უკან ბრუნდებოდა ის ბატონი, ხვდებით? შეგიძლიათ გითხრათ ვიზზე ალაპარაკი? ქალბატონ ქერაზეა საუბარი, ქერა ლი თუ არ ვწდები, მაგას რაღაც საოცარი ძალები აქვს, თვითონაც ვერ ხვდება. ერთი ქალბატონია ქერა ლია თუ არ ვწდები, მისი მეუღლე აწუკმე მეუღლე იყო მოსული ჯადო მოხდა გაკეთებული, მე ყველაფერი ჩემ ძალებში რასაც იყო და რაც აღემატებოდა და რაც არ აღემატებოდა ყველაფერი გავაკეთე, თუმცა ჯადო ისეთი რაღაცა იმ ადამიანს თუ მოშორდებით ჯადომ შემოbrunება იცის და სამწუხაროდ ბატონი ლეონარდო იმდენად სუსტი აღმოჩნდა რომ მის ჩარებს ვერანაირად ვერ გაუმკლავდა, მე ვუთხარი რომ მრავალჯერადი სეანსი იყო საჭირო იმისთვის რომ სასიყვარულო ჯადო მოეხსნათ, თუმცა სამწუხაროდ რეალობა ის არის რომ ჯადომ გაიმარჯვა. რა საინტერესოა, მე დღეს ბატონი ლეონარდო სხვა ქალთან მარიამ ქოლთან დავინახე მანქანაში, ძალიან საინტერესოა. შეიძლება იმოქმედა ქალბატონო თქვენმა ჯადოს მოხსნა. თუმცა მე კიდე ერთხელ
ერთხელ ვამბობ, რომ ჯადოს მოხსნა ძალიან ისეთი აი წვრილი რიტუალი სჭირდება, მაგას უნდა განმეორდეს არაერთხელ და ფინანსებთანაცაა დაკავშირებული, ასევე მორალურ მხარეზეც რომ ვისაუბროთ, ძალიან დამღლელია ესე და ისე ქალბატონი და მე არ მიკვირს, რომ ბატონი ლეონარდო ესე მარტივად დაანებდა, მაგრამ თუ კი ახალმა ქალმა დაადგა მას თვალი, შეიძლება და ვიშვედე დიახ და მე მოხარული ვარო კიდე ერთი წარმატებული სეანსი ჩავატარე, დიახ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება პროკურორი ბატონი იკა შაკური და ასევე ქალბატონი კასის ერთგული კლიენტი მივესალმოთ მას. ბატონო იკა, გთხოვთ. მოგესალმებით. დაბრძანდით. დაბრძანდით ბატონო იკა. იკა, როგორ ხარ იკა? ხედავ აურა ისევ გაგბინძურებია იკა. როგორ არის შენი ცხოვრება? შენ თვალს ნათელი იკა. ძალიან ქალბატონო კასი. მე კი ვიცი ბატონი იკასთან თქვენ რა გამოცდილებების გაქვთ, თუ შეიძლება რომ უფრო განგვივცოთ ბატონი იკა თქვენ რაზე მოგმართავდათ ხოლმე, რითი დაეხმარეთ და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონი იკამ თავის მინისტრობის პერიოდში საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა ჩემთან, მაგრამ ეს ფუჭად გადაყრილი თანხები ნამდვილად არ იყო, მას ინტენსიური ჯადოს მოხსნის ცერემონიები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან თავისი მეორე ნახევარი იპოვა ბატონი გამახსენეთ ბატონო იკა რა ერქვა იმ ბატონს? ბატონს? დიახ, თქვენ მეორე ნახევარს ბატონი დიახ, ნია. ბატონი ნიას და დიახ, ბატონი ნია და ბატონი იკა დაოჯახდნენ და ზუსტად ჩემი წყალობით მე მოხსენი ეს უცოლობის და უქმრობის ჯადო ბატონი იკას და ჩემი აზრით მაგის მერე მოვიდა კლიენტურა, ვინაიდან იკამ როგორც ესეთი გამიწია საკმაოდ კარგი რეკლამა და საერთოდ ნუ ხო რა. ბატონო იკა, რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება, საიდან აღმოაჩინეთ საერთოდ ეს ტალანტი ქალბატონი კასი კასაბლანკა, ვინ გირჩიათ, როგორ დაგეხმარეთ, როგორც ხდება უსიყვარულობის ჯადო გედოთ ალბათ, საიდან მიხვედით მაგ დასკვნამდე, რომ აი ალბათ ბოლო საფეხური იყო თქვენ ხო, რომ მიმართეთ უკვე ქალბატონ კასის. დიახ, მე მაწუხებია. სხვა გზას ვეღარ ხედავდით. დიახ, შემილოცეთ ქალბატონო კარტა, ასე რომ ვთქვათ, ვიცი ვინ შემილოცა და ვინ შეგილოცათ? იყო ერთი გოგო, უბრალოდ ქალი, რომელიც დამზევდა დანით. ქერა ხო არა? კი, რა თქმა უნდა. დანით დამზევდა, არ მაჩერებდა სხვასთან, მე მუქრებოდა რომ მომკლავდა და ვიცი ძალიან დეპრესიაში ვიყავ და ქალბატონი კასი გადამარცხდა, რომელიც ბატონმა გლოკ შაკურმა მithია რომ მივსულიყავ იმასთან. დიახ, ბატონი გლოკი. ხო. ბატონი გლოკიც სხვათა შორის მოჯადოებული იყო ამ ქალბატონისგან, მაგრამ თავის დროზე ვუშველე და მე მან ბედნიერება ახალ ქალბატონთან პოვა, ანუ ჩემთან. ბატონი გლოკი თქვენი მეუღლე იყო ქალბატონო კასი. ბატონი გლოკი ჩემი მეუღლე იყო, ბრძანდებოდა დიახ. თქვენ ალბათ საკუთარი თავისუფალი ნებით შეუყვანით, ხო? დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს ჯადო არ გაუკეთეთ. მე ვთქვი, რომ არ იყო მოხიბლული ჩემი ჩარებით, არამედ ჩემი თვალებით. თქვენი პერსონათი კი ბატონო. ბატონო იკა, მოგვიყევით თუ შეიძლება ვრცლად. რა ტიპის ჯადო გქონდათ, როგორ განიკურნეთ ამ ჯადოთი, რამდენი გადაიხადეთ ფული ამ ჯადოს მოხსნაში? ერთ მშვენიერ დღეს რა უკვე 5-6 თვეზე ჩემს მეორე ნახევარს არ გამომდიოდა რანაირი ურთიერთობა, შემდეგ ბატონმა გლოკმა მირჩია ქალბატონი კასი, გამიფრთხილა რომ ძალიან ძვირიანი ქალბატონი იყო, მაგრამ შველოდა. გამჭირდა სულ 3 სეანსი, 3 სეანსში გადავიხადე 5 ნახევარი. იოგები, ეშმაკმა დაიპყრო ბატონო იკა. ოი, მაპატეთ. დამჭირდა სულ 3 სეანსი და 3 სეანსში გადავიხადე 5 მილიონი ნახევარს, მაგრამ მიშველა. და ეს სეანსები ქალბატონო კაცი თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას, აი რას მოიაზრებს მაგალითად, რა პრაქტიკები გაქვთ? დიახ, ქალბატონო კაცი, პირველი ეტაპი მიდის უშუალოდ აურის წაკითხვა. ჩვენ ვკითხულობთ ადამიანის მომავალს, წარსულს და ახლანდელს, რის შედეგადაც ხედავთ მის აურაზე იყო თუ არა ზეგავლენა გვერდითი მოვლენების, ანუ ჯადოსი. თუ კი არის ჯადო და დაფიქსირდა ჯადო, მაშინ ჩვენ ვიწყებთ უკვე მეორე ეტაპს. მეორე ეტაპი არის განკურნის ეტაპი. ჩვენ ამ დროს ვატარებთ სეანს კერძოდ ჯადოს მოხსნის რიტუალს. ეს რიტუალი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე უბრალოდ შეიძლება ადამიანს არ მოწიოს ფიზიკური აქტივობა და უბრალოდ უნდა სიტყვები წარმოთქვას. გააჩნია სირთული ის ჯადოა ქალბატონო. ბატონ იკას შემთხვევაში საკმაოდ რთული ჯადო იყო, ამიტომაც ბატონ იკას მოუწია ჯამში 3 სეანსის ჩატარება და ზუსტად თანღაც მაგაზე იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ მე აურულად ძალიან დავიხარჯე და სამწუხაროდ ნუ ჩემ აურას ესაჭიროება მე დასვენება და ეს დასვენება ჯვირიჯდება, თორე იცით რა მაინტერესებს ქალბატონო კაცი? აი მე როგორც ვთქვი ფიზიკურიც ახსენეთ, აი ყველაზე ექსტრემალურ გზას რაც შეიძლება მიმართოთ ხოლმე, უკვე როცა სხვა გზას ვეღარ ხედავთ, აი ყველაზე საშიში გზა ამ ჯადოსგან განსაკურნებლად რომელია?
თქვენ პრაქტიკაში აქამდე რაც გქონია ყოველ შემთხვევაში? სამწუხაროდ ცენზურას ადევს და მე ექსტრემალური არ არის ეს, მაგრამ ნახეთ, ცივ წყალში, მდინარეში შეცურვა და კილომეტრების გაცურვა. ამ დროს ხდება სპეციალური რიტუალის წაკითხვა, სპეციალური სიტყვებით ხდება ეს ყველაფერი, ასევე ნაყენსვავს სპეციალურს ადამიანს და სავსე მთვარის უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ ის როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად ნათდება და ჯადო ნელ-ნელა ადამიანი ძლიერდება, ჯადო ნელ-ნელა სუსტდება. მე აქამდე ვახსენე რომ თქვენ სეანსებს დავსწრები ვარ. მე მახსოვს ვაჟიშვილის სისხლი დაალევინეთ ერთ-ერთ თქვენ კლიენტს. დიახ, ეს უკვე არის შეიძლება რომ ამაზეც ვისაუბროთ, ხო აი მაგ რადიკალურ გზებზე გეკითხებით. დიახ, ეს როდესაც ადამიანი. დიახ, ეს არის რადიკალური ზომები. ეს თემაზე რო ვისაუბროთ. ჩუ. აუ. ამ კაც, აი მე ეს კაცი მომიყვანეთ, რაღაც წარსული აქვს ბნელი და მინდა მე ვესაუბრო პირდაპირ. აი სწორედ ჩვენოს გვინდა შემოსვლა ჩვენ გზურს ადოქრა. ერთი წუთით მე მინდოდა ქალბატონო კაცი. ერთი წუთი ჩუმე მე